სახელთა მამისათა და დისთა სულისა წმინდისათა გილოცავთ კვირა დღეს, აღდგომის დღეს და მოახლებული აღდგომა ქრისტეს დღესასწაული ბრწყინვალე ჩვენი, მაგრამ მანამდე ჩვენ ეკლესია გვახსენებს მაგალითად ცხოვრებისა, მარიამ მიღწელის ცხოვრებით, რომ უკიდურეს დაცემულ მდგომარეობიდან როგორ სიწმინდე აღიყვანა უფალმა სინანულით და უფლის სიყვარული და ერთგულებით, რომელიც ისე ღვთისწყალო და მადლით მოხდა. ანუ ძალუც უფალს აღმოყვანება ადამიანის ოჯახიდან სამოთხეში და ამას გვახსენს, რომ თუ კი მარიამ მიღწევის შესაძლებელი გახდა, ჩვენთანაც შესაძლებელი არის, მაგრამ ჩვენ თუ ზრუნავთ ამისთვის, თუ გვაქვს საკმარისი გულწრფელი სინანული და გულისხმერი ლოცვა და სიყვარული მოყვარსისა ერთგულება და სიწმინდა სიმართლე. და დღეს მოვისმენთ ჩვენ სახარება ორი მოწაფე ძმები, იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, უფალს თხოვენ, რომ ისე მოხდესო, შენ მოგვეცი ჩვენ და მოვალ შენ სუფევითო ქვეყანაზე და შენ მარჯვნივ და მარცხნივ დავსეთო. ესე იგი ადამიანებს პირველობა რომ და ქვეყანაზე უპირატესობა. ეხლა უნებრივად იქაც მოინდომეს უპირატესობა. რომ საოცარია რომ ამ ქვეყანაზე პირველობა ვისაც უნდა, იქ შეიძლება საერთოდ უკანასკნელი იყოს. აი იგავი დიდასა და ლაზარეზე ხო? ლაზარე უკანასკნელი იყო და იქ აღმოჩნდა პირველი. და დიდარი პირველი იყო ამ ქვეყანაზე და აღმოჩნდა უკანასკნელი იქა. ასე რომ უფალი რა შეუბნება ამ ძმებს და შეგიძლიათო ის ნათელი იყოთ, როგორც მე ნათელი ვიღეო და იქ შეგვიძლიაო. ან ვერ ხდებიან რას ამბობენ. მას ხოლმე და უფალმა ნათელი მიიღო, თუ თვითონ უფალი ნათელი სოფლისა. და აქ ჩანს, რომ მათ ვერ შეიცეს უფალი ჯერ კიდე. როგორც ღმერთი ჭეშმარიტი, განცხადებული ხორცს შესხმული ქვეყანად მოსული ჩვენ და საცხოვნებლად. და უფალმა არ უარყო. რატო? რომ თქვენ შეგიძლიათ შეიმოსოთ ნათელი. პოტენციალურად ყველა შეუძლია შემოსეს ნათელი. და ნათელი მიიღო ნათელი. ღვთისმსაებრივი ნათელი მიიღო, მადლი ღვთისა მიიღო. ეს შესაძლებელი იყო ესათვის, ანუ შეგიძლიათო. მაგრამ დაჟდომა მარჯვნივ და მარცხნივ ჩემი მისაცემი არ არისო. როგორ უფალი ჩემი მისაცემი არ არის, აბა მას იმიზაში. ვის შეუძლია? აი ეს საჯნო ცხოვრებისა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცი და გვწამს უფალს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ არა ჩვენ გარეშე. თქვენ როგორც იცხოვრებთ, იმის მიხედვით უფალს მოგაგებთ. და ძებს შეუბნება, ის კი შეგიძლიათ, მაგრამ წინასწარ მე არ გეუბნებით თქვენ მიიღებთ თუ არა, იმიტომ რომ მხოლოდ დასასრული თქვენი ცხოვრების ამ ქვეყანაზე იქნება პასუხი იმაზე, თქვენ დაждდებით თუ არა მარჯვნივ და მარცხნივ უფლისა. ამიტომ დაიღვაწოს ადამიანმა ბოლო წუთამდე და ბოლო წუთი მისი ცხოვრებისა შეთ არის გადამწყვეტი. რომ ბოლო წუთი იყო ჯვარცმული ავაზაკისა და მან აღიარა უფალი. უფალმა დღეს იქნებ ჩვენთან სამოთხეში. ანუ შესაძლებელია ცხონება, მაგრამ რატო? თუ თვითონ ადამიანიც გადადგას ნაბის უფლისაკენ. თუ ადამიანი იღვაწებს სათვის და მაგრამ არა პირელობისათვის იღვაწოს, არც უფლის სიყვარულისათვის. სიმდაბლისათვის, რომ უფალს ემსგავსოს. ვინ იქნება ახლოს უფალთან? ვინც უფრო დაუახლოვდა მას
ვინც ემსგავსა მას. ემსგავსება უფლისა არის მისაღწევი ადამიანისათვის და შესაძლებელი, მაგრამ მისი თავისუფალი ნებით, რომ იძულებით არც სიყვარული არის, არც ძმობა და არც მეგობრობა. მაგრამ ეს კეთილი გულით შესაძლებელია, წმინდა გულით, სიმართლით და სიყვარულით შესაძლებელია. აი ამას გასწავლის დღევანდელი დღე და დღევანდელი სახარება, რომ მარიამ მიგდალს, რომელიც დასცინოდა ქრისტიანებს და არაფრად მიაჩნდა სიწმინდე, იგრძნო ძალა ღვთისა, ღვთისამწყალობელი ღმერთის ძალა იგრძნო. უფალმა კი არ დასაჯა, რომ გონს მოიყვანა და შეიყვარა უფალი. უფლის სიყვარულის გამო დავიდა უდაბნოში და განიწმინდა, თუმცა 17 წელი მოუწია ბრძოლა საკუთარ ვნებებთან, ცოდებთან და ეს შეიძლება ცოდვას არ ჩადიოდი ფიზიკურად, მაგრამ ცოდვა თავში გიტრიალებდეს გულის თქმების სახით, წარმოსახვევებით, ოცნებებით, გახსენებით და გაწამებდეს ეს და იბილწება მაშინ გონებას და გული თუ აყვები ამას. ასე თამას ებდოდა მარიამ მიგდალინი უდაბნოში და დაზლია ღვთის შეწევით და ღვთის წყალობით. როგორც ბერმაზოში მიხილა იორდანეზე ფეხით გადაიარა, ისე ვერც კი შეამჩნია გადაიარა ეს იორდანე. იმიტომ რომ მიზანი ისია, რომ იორდანე გადაევლო, მიზანი იყო, რომ მისულიყო იქ, სადაც უფლის სახელით და უფლის სიყვარულით დაიწყება მოღვაწეობას. აი ეს ამას გვახსენს ჩვენ დღევანდელი დღე, რომ გვინდა ჩვენ შევთეთ წინვალე აღდგომას ქრისტესა და ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ჩვენ, მაშინ ჩვენ უნდა მოვიძიოთ ეს ნათელი ჩვენში და შინაგანი ბრძოლა, უხილავი ბრძოლა, რომელსაც ხადაგებს სახარება, ეკლესია, წმინდა მამები, ეს არის ცეცხლი, რომელთაც შეიძლება, როგორც ნათქვამია, დაიმარილოსო, ან განათლეს და განიწმინდოს ადამიანი. ეს ბოლო დარჩა 2 კვირა, ხვალდენ დღეს გილოცავთ, ყოველდღე ღვთისმშობლის ხარებას და დაისწორს იქნება დღესასწაული დიდების შესლამა თორისა იერუსალიმში, შემდეგნები შერდეული, ანუ 2 კვირა დაგვრჩა ჩვენ, საკმარისი დრო არის საცხონებლად. თუ კი ერთ წამში ავაზაკმა მიიღო ნუგეშათო დღეს იქნება ჩემთან სამოთხეში, ან ჩვენ შესაძლებელი, მაგრამ ის ბოლო წუთამდე იყო მისული სიცოცხლისა ღმერთი მოწყალე და გვაძლევს ჩვენ საშუალებას ცხოვრების და ეს დარჩენილი ცხოვრება ვის ამდენი აქ უფალი განაგებს, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, გვახსოვდეს, რომ ადამიანი მოვიდა ქვეყანაზე, რათა უფალთან მივიდეს სამოთხეში, სასუფეველში. ეს არის საზის ცხოვრებისა. ეს ყველა ეძებს ამ საზის ცხოვრებისა, როგორისად, მაგრამ ერთი არის უფალთან ერთობაში ყოფნა მარჯვენა ცხოვრებაში. მე თან დაგუცდა და ჩვენთან არის ღმერთი.